22 აპრილის საღამოს პენტაგონმა მოულოდნელად გაავრცელა ცნობა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მდივნის ჯონ ფელანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გადადგომის მიზეზი უცნობია, თუმცა მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან ვაშინგტონის სამხედრო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, აღებული პაუზისა და დიპლომატიური ჩიხის ფონზე, ირანთან გაურკვეველი ვადით გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. ამავე დროს ვაშინგტონი განაგრძობს ირანული პორტების ბლოკადას. ამერიკული მხარე, კერძოდ კი ომის მდივანი პიტ ჰექსეთი, პერიოდულად აცხადებს, რომ სამხედრო საზღვაო ძალები წარმატებულად მონაწილეობენ ოპერაციაში და ეფექტურად ანეიტრალებენ მოწინააღმდეგის პოზიციებს, მინიმალური დანაკარგებით. ჯონ ფელანის ნაცვლად მის მოვალეობას დროებით შეასრულებს მისი მოადგილე ხუნგ კაო, სამხედრო საზღვაო ძალების ვეტერანი 25-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც ამდენად წარმატებული პოლიტიკური კარიერა არ ჰქონია. ის ვირჯინიის შტატიდან სენატსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში იყრიდა კენჭს, თუმცა უშედეგოდ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან წამსვლთა რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. მართალია ჯონ ფელანი პირველია სამხედრო მეთაურობიდან, თუმცა ამ სექტორიდან პიტ ჰექსეთმა არმიის ოფიცერი, გენერალ რენდი ჯორჯი გაათავისუფლა. მანამდე კი ამას წინ უძღოდა თავდაცვის უწყებების სხვა მაღალჩინოსნებისა და გენერლების დათხოვნაც. გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში დონალდ ტრამპმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლითაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი პემ ბონდი.